ერთ ვერძე, მაგათად არ უჩივის ამ პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჯანმრთელობა მდგრადია, ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ლიდერია, ხელმძღვანელია, გონებამახვილია, კი, ერთის მხრივ ეს ყველაფერი ძალიან კარგია და ხელს უწყობს რას ყველა გარკვეულწილად წინსვლას, გარკვეულწილად იდეების რეალიზაციასაც კი, მაგრამ წყალქვეშა დინებები გარკვეულ სირთულეებს გვიქმნის, მაგალითად რაში პარტნიორულ ურთიერთობებში. აი ვერძის ურთიერთობა პარტნიორებთან, გინდ სასიყვარულოსთან, გინდ საქმე ბიზნეს პარტნიორებთან თხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, იმიტომ რომ აქ საკონფლიქტო ტენდენციების წარმოქმნის ალბათობა მაღალია, ურთიერთწინააღმდეგობის ტენდენცია მაღალია, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა მეტად სათუო და ამასთან ერთად აღმოჩნდეთ, რომ შეიძლება აქ ეს დასრულდეს დაშორებითაც კი. ან შეიძლება აღმოჩნდეთ მხარდაჭერის გარეშე, პარტნიორული მხარდაჭერის წინაშე, რაც ფინანსურ დანაკარგებთანაც შეიძლება იყოს თუ ეს ბიზნეს პარტნიორი. ამასთან ერთად აღმოჩნდეთ, რომ თქვენ მაინც არ მოგწონთ ის შედეგები, რომელსაც იღებთ პარტნიორული ან კოლეგიალური თანამშრომლობიდან. ეს შეიძლება გახდეს ასევე ერთ-ერთი მიზეზი კონფლიქტებისა და მაქსიმალურად სიფრთხილე გმართებთ. ყველა სახის მოლაპარაკებების, ხელშეკრულებების დადების მიმართ და მოვერდოთ აქ ახალი პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. ამისთვის უფრო უკეთესი იქნება შემდეგი კვირის მეორე ნახევარი. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 14-19 ოქტომბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა ასევე პერიოდი, რომელიც 17 ოქტომბერს განეკუთვნება და საერთოდ ამ რიცხვთანაც ვიყოთ ცოტა ყურადღებით.